მოგესალმებით ქართული ტელევიზიის ერთგულ მაყურებელს, არაერთგულსაც მოგესალმებით და გვინდა რომ ისინიც გადმოვიყვანოთ ჩვენს მხარეს. მეცნიერთა კონგრესი აგრძელებს თავის გადაცემებს, ჩვენ რაღაც 2-3 კვირიანი შვებულებას დავასრულეთ და უკვე შევდექით, დღეს ჩემი პირველი გადაცემა არის ამ ჩემი მიმართულებით. დღეს საინტერესო დღე არის და კარგი დღე არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი მარჯვნივ ჩემგან ქალბატონი მედია აბაშიძეს, მარცხნივ ბატონი თემურ შაშიაშვილი და რაც მთავარია, ახლა დღეს ჩაირთო ეს ტელევიზია და უცებ აგერაკ მიდევს საგაზეთო სტატია ელენე აბაშიძეზე, იქ მანანა აბაშიძე ყავს, რომელიც გადაცემათა ავტორია ჩვენი ამ ტელევიზიიდან და აგერ უკვე აბაშიძეების გვარი ძალიან დამსახურებული. ესე იგი ოკუპირებული ვართ ბატონ თემურ აბაშიძეების მიერ, ოკუპირებული. ამაზე კარგი ოკუპაცია გინახავს. ალბათ სასიამოვნოც არის თავადური გვარი, საინტერესო საქართველოს ისტორიაში ბევრი კარგის მქმნელი ხალხის გვარი არის და მე ძალიან მიხარია დღეს რომ შემიძლია დავიწყო ელენე აბაშიძეთი. ეს არის ფენომენალური ქალბატონი, მეცნიერი, გეოლოგო-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ადამიანი, რომელსაც შეუსრულდა 103 წელი და მე გაზეთი მიჭირავს საქართველოს რესპუბლიკა და სადაც ქართველმა მეცნიერებმა და მათმა კოლეგებმა უცხოეთიდან მოაგროვეს მასალები, რათა წარადგინონ ნობელის პრემიაზე ქალბატონი ელენეს შრომები და თვითონ ქალბატონი ელენე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის. მე ჩემი ბოლო გადაცემა სწორედ ამ ინფორმაციით დავასრულე აგვისტოს შუა რიცხვებში და მიხარია რომ ამით ვაგრძელებ. მე რისი თქმა მინდა მეცნიერთა კონგრესმა ამ დღეებში იმსჯელა და ასევე მიიღო გადაწყვეტილება რომ მიმართოს ქალაქ თბილისის მერიაში არსებულ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მიმნიჭებელ კომისიას თხოვნით რომ ქალბატონი ელენეს კანდიდატურა დააყენონ და რა თქმა უნდა თუ კი ის წამოწეული იქნება, ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ის იქ გაიმარჯვებს და გავა იმ კონკურსში, რომელსაც ქვია მით უმეტეს ეკუთვნის თბილისის საპატიო მოქალაქეობა. ჩვენ ვიცით რომ მისი ნაშრომები სოფლიო მნიშვნელობის არის. ჩვენ ვიცით რომ ამერიკელებმა რამოდენიმე წლის წინათ, როცა ეს გეოლოგია, მინერალოგიის მეცნიერების მიღწევებზე ჰქონდათ მსჯელობა, შეადგინეს 100 საუკეთესო მეცნიერის სია სოფლიოში და იმ სიაში არა მეორე ნახევარში მოხდა ქალბატონი ელენეს კანდიდატურა. ფენომენალური ქალბატონია, 103 წლის საღი აზროვნებით ქალბატონი, რომელმაც წელიწად ნახევრის წინ 6 თვის განმავლობაში აქ ჩვენი ტელევიზიიდან მიყავდა საავტორო გადაცემა. საავტორო გადაცემები და კიდე აპირებს რა თქმა უნდა და ეს ხალხო ჩვენი სიმდიდრეა. ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა გაუთხილდეთ და ესეთი ადამიანები ხელის გულზე სატარებელი არიან. მე ვიცი რომ მერიამ თუ არ ვცდები ახლო წარსულში
გამოყო 10,000 ლარი მისთვის 10,000 ლარი ეს არის ვისაც 100 წელი შეუძლება და ვისაც 100 წელი ელენესთვის არ იყო ეს განსაკუთრებით ეს აი ზოგადად ვიღებ 100 წელი მაგრამ მე ჩემსაც იცოცხლეთ 100 წელი და მიიღებთ 10,000 ხო ესე იგი ეს კარგია რომ 100 წელს მიღწევის სტიმული რო გვეძლევა ყველას მე თქვენზე უფრო ახლოსა ვარ ამასთან და შევეცდები დამცანცლო ეს 10,000 იმ დროისათვის ალბათ მოემატებს მაგრამ მე რისი თქმა მინდა რაღაცნაირად გასაკეთებელია 100 წელია კი მაგრამ როდესაც 100 წლის მანძილზე ასეთნაირად მოღვაწეობს ადამიანი ასეთი ნიჭიერებით არის გამორჩეული და ასეთი სასარგებლო მეცნიერული დასკვნები ზოგად საკაცობრიო და საერთაშორისო მნიშვნელობის დასკვნები აქვს დადებული ამ ქალზე მით უმეტეს როდესაც ის აღმოჩნდება მარტოხელა ამ სიბერის წინაშე რაღაც სამსახური უნდა იყოს რომელიც მას თლიანად ჩაანაცვლებს ამ ნათესავებს და ახლობლებს და მოუვლის მას და დააფინანსებს მის მოვლას. აი ეს მე მგონია რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს და კარგი იქნება თუ შესაბამისი სტრუქტურები ამას გაიგებენ და რაღაცნაირად რეაქცია მოხდება. კარგია რომ ყავს ასეთი ნათესავი უпроსორად მოგვარე, მაგრამ აი ნათესავათლის თავს და ქალბატონი მედია გვერდში უდგას და ყველაფერს აკონტროლებს და კიდევ არიან ადამიანები, მაგრამ აი მუდმივად უწყვეტად მოვლას პატრონობას სხვა რაღაცა ჭირდება და ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს ქვეყანამ მით უმეტეს როცა ხედავს რომ ეს ადამიანი მისი ყველაზე ერთ-ერთი დიდი სიმდიდრეა. ახლა მე მინდა აი ამ სტატიის ავტორებზე გითხრათ რამოდენიმე სიტყვა. აქ არის აგერ შუქრი თავართხილაძე გეოფიზიკოსი, ფიზიკო-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ახალი თეორიის ფუძემდებელი. აი ასე წერს ქალბატონ ელენეზე. ქალბატონ ელენეზე და აქ მის დამსახურებებზეა ლაპარაკი. ცხოვრების წიგნის მეცნიერული მიღწევები. აი ასე წერს მეორე ავტორი ბატონი ერეკლე გამყრელიძე, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. ახლა მე ამას მეცნიერები არიან ცნობილი მეცნიერები. მე იმიტომ ხო, ესე იგი რადონის ადამიანები წერენ, როცა გეოლოგი წინააღმდეგია. აი ასეთი სტატია ახლა ლაპარაკია იმაზე რომ როდესაც აი ეს კაშხალები შენდება და თქვენ იცით რომ აი ენგურგესის კაშხალი რო აშენდა როდის ესე იგი 60 წლის წინ არა თუ კიდევ უფრო მეტი და როცა კოსიგინი პრემიერ-მინისტრი იყო იქ თურმე ერთი აი ამ სპეციალობის გეოლოგმა მისა წინააღმდეგი ხმა სხვა დანარჩენად 18 კომისიის წევრი იყო და ერთმა მისცა ესე იგი ერთი იყო პროფესიონალი იმანიცა და იმან წინააღმდეგი მისცა და მაინც ააშენეს ის და აი შემდეგ უკვე მეცნიერულად დაასაბუთა ქალბატონმა ელენემ რომ ნებისმიერი კაშხალი რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ჯერეთ ის მუდმივად ის ნაპრალები ფართოვდება და ის აუცილებლად მიიყვანს კატასტროფამდე და კარგია რომ ახლა ვიცით და ქემაით კონტროლიც იქნება და აი ეს ვერტელა კაშხალი ტემპერატურას და ხავას ცვლის იმ რეგიონში. ანუ ეგ ხოლმე კიდე ძალიან სერიოზული ზემოქმედება მოახდინა. ახლა აი ეს სტატია დაწერა გურამ ხომერიკმა. ესე იგი გეოლოგი, გეოლოგიის აქტუალური პრობლემებისა და მიძღვრილი 3 მონოგრაფიისა და 11 სამეცნიერო შრომის ავტორი. შემდეგი უტეხის სული, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ქალბატონი ელენე როგორი უტეხის სულის პატრონია, მაგრამ ის უკვე თავისი კუთხიდან ქალბატონმა მედია ყველაზე მეტი. ირაკლი ბოკუჩავას სტატია მათემატიკის აკადემიური დოქტორი განახლების ქართულ-ამერიკული დასის პრეზიდენტი. საქართველოს 100-წლოვანი გენიოსი ქალბატონი. აი ამას წერს მისი ავტორი არის ნუგზარ რუხაძე. ნუგზარ რუხაძე.
და ესე იგი აქ მოყვანილი ყავთ ალექსანდრე ჯავახიშვილის, ალექსანდრე ჯანელიძის, ეს გახსოვთ ჯანელიძე ის არის ფუძემდებელი ამ მიმართულების გეოლოგია და მინერალოგიის და ქალბატონი ელენე მათი მოსწავლე იყო და მათი კავშირი და მათი გამონათქვამებიც არის. ესე იგი მე მის ხვამიდა დავასრულებ ამას რომ იმით რომ ესე იგი ის რაც ვთქვით აი ეს სტატია რა თქმა უნდა ალბათ ქალაქის ხელმძღვანელობამ ალბათ წაიკითხა ეს რესპუბლიკის გაზეთია, მაგრამ ჩვენ როდესაც წერილს მივწერთ ჩვენს რეკომენდაციას მეცნიერთა კონგრესიას, ამას როგორც დანარჩ ისე რომ კიდევ ერთხელ შეხედან და ასეთი ქალბატონი ყავს, ასეთი მეცნიერი ყავს, ღმერთმა მას ასეთი ჯანმრთელობა დაანაცვლა, 100 წელს გადაცილდა უკვე 103 წელი მიდის და მე მგონია რომ თბილისისათვის სირცხილი იქნება მან წელს არ მიიღოს. ჭიათურის საპატიო მოქალაქე არის ელენე. აი ჭიათურის არის და იხებდა თანხასაც ჭიათურ მარგანეციდან. რატომღაც უნდა აღვნიშნოთ რომ გარკვეული პერიოდი ეს თანხა შეწყდა. მე პირადად დავუკავშირდი ყავს იქ საკონტაქტო ქალბატონი, ვისაც ურეკავთ, ვიკითხე რა შეასაქმე და აღმოჩნდა რომ ფინანსური პრობლემები აქვს ისეთი ჭიათურ მარგანეცს რომ ქალბატონი ელენეს პენსიით გამოიხატა ეს და დღემდე არ მიუციათ. უნდა ვთქვა მიუხედავად ელენეს ასაკისა რომ ის გახლავთ 3 წლისა და 4-ის გახდება ახლა მარტში. უნდა აღვნიშნო რომ მიუხედავად ნათესავებისა, ახლობლებისა ყველა ვართ მის გვერდით, მაგრამ ის ყოველთვის თავისი დუბლი და თავის თავს, თავის შემოსავლებით. კი იყო შეიძლება რაღაცის სურვილი რაღაც პატარა გაგეკეთებინა, მაგრამ ელენე ასე ვიღაცის სარჩენი არასდროს არ ყოფილა. პირიქით ქალბატონი ელენე 100 ლარს უბრიცხავდა ყოველთვიურად ტელევიზიაში. კი, ესეც ვიცი და სხვა შესაძლოა უნდა რომ ნობელის პრემიას საუბრობდით ჩვენ, ჩაწერილი მაქვს ეს, გადაღებული მაქვს. საუბრობდით რომ ნობელის პრემია ჯერ რა თქმა უნდა ახარებს ეს ყველასთვის საპატიო ჯილდოა, მაგრამ მაგათ იმიტომ რომ მე არც ვიცოდი თურმე საქართველოს არ აქვს ნობელი საერთოდ და ეს იქნება პირველი და ეს პრემიაც რომელიც მე ვფიქრობ რომ მიიღებს ეკუთვნის ელენეს ეს პრემია გაოცდებით როგორ გაანაწილა და დამაწერინა, ჩამაწერინა, როგორ უნდა მივმართოთ ჩვენი ტელევიზიაც არის იქ იმ თანხებში მოაზრებული, ანუ ძალიან კეთილშობილი ქალბატონია მთელი ღირსებებთან ერთად მას ახასიათებს ეს მაღალ სულოვნება და კეთილშობილება. და რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ხა ელენეს ყურადღება და სიყვარული და პატივისცემა არ მოკლებია საზოგადოების, მაგრამ არ არის სათანადოდ დაფასებული რაც რეალურად, რასაც ეს რეალურად წარმოადგენს. თავისი შრომებით უნდა ვთქვათ, ეს როდესაც ამერიკის ასეთი მაღალი წოდებით არის და ამერიკაში ასეთი მაღალი შეფასებებით არის. დიახ, საქართველოსი არანაირი ჯილდო მას არ გააჩნია. არა, არანაირი. ერთი ჯილდო ხა არ მინდა რამე შემეშალოს. 500 მნიშვნელოვან ლიდერთა სია. აი ესეთი ჯილდოც აქვს მიღებული, ესეც ამერიკის იქაც დაასახელეს 500-ში და აი ამის შემდგომ უკვე დასახელდა 100 ყველაზე გამორჩეულ პერსონაჟში და 2018 წელს იყო მგონი ეს ჯილდო თუ არ ვცდები. დიდი მადლობა. ერთი რაღაც მინდა კიდე ესე იგი აი ამ იდეას საპატიო წოდების მიღებაზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე ძალიან ესე იგი მონდომებით მიერეკება ამ იდეას და უდგას გვერდში საპატიო თბილისელის წოდების იდეის ავტორი ბატონი გვანჯიმანია. ხო და აი ის მე მაგალითად ყოველ დღე მირეკავს თითქმის და მეუბნება რომ აი ქალბატონ ელენეზე და ძალიან აი დღესაც ახლა მე დაურეკე და ალბათ გვიყურებს ბატონი გვანჯი და შემდეგ ალბათ გაგვირჩევს ამ გადაცემას, მაგრამ მე მინდა უთხრა საინტერესო და ეროვნული კაცი. მე მინდა უთხრა რომ აი გვანჯისთან ხალხზე დგას ეს ქვეყანა. ის განიცდის რომ ესე იგი სახელმწიფო რომ ვერ ასრულებს ბოლომ
ვიმომდე თავის მოვალეობას თვითონ გვანჯი აი რამდენი წელი გავიდა და გასულ წელს მიიღო ეს წოდება თვითონ ვიღაცას გაახსენდა რომ ამ იდეის ავტორი არის გვანჯი ეს ცნობილი ჟურნალისტი და დიდი პიროვნება და ადამიანი რომელმაც მთელი ცხოვრება ფაქტიურად ამ საზოგადოებრივ მოღვაწეობას და საქმიანობას შესწირა ასე რომ ბატონო გვანჯი დარწმუნებული ვართ რომ თქვენი იდეა იმის თაობაზე რომ ქალბატონ ელენემ მიიღოს ეს წოდება საპატიო თბილისელის ალბათ კარგად დაგვირგვინდება და ამაში ლომის წილი თქვენია და სხვათა შორის ნობელის პრემიაზე წარდგენის იდეაც ბატონი გვანჯის არის და ის არის და ეგ არამ გაზეთში პირდაპირ წერია თავარი ორგანიზატორი და კოორდინატორი აი ამ პროცესის არის გვანჯი მანია რას დავამატეთ ბატონ თემურ დავამატე ბევრი უნდა ვისაუბროთ ამ საოცარ პიროვნებაზე მე ბედნიერი ვარ რომ მას ვიცნობ მე მიხარია ეს რომ ქართული ტივი და მესტიერთა კონგრესი იყო სწორედ ის ორგანო რომელმაც ძალიან შეუწყო ხელი რომ თუ ერთეული პიროვნებები იცნობდნენ ახლა დღეს მას ძალიან ბევრი იცნობს და როდესაც მან ტრამვა მიიღო და ამის გამო შეწყდა თორე ისე კი არა რომ შეწყდა მისი სატელევიზიო გადაცემები უამრავმა მესტიერთა კონგრესში ტელევიზიაში დარეკა და იმდენად პატივისცემით და სიყვარულით იყო მის მიმართ და რჩება დღეს საზოგადოება როცა კი გამოჩნდება მე პირდაპირ გადაცემები რომ გამიკეთებია Facebook გვერდზე ნუ რაღაც არნახული ნახვები აქვს მას და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ამ ქალმა გაიარა ისეთი ცხოვრება რომ ეს არის მაგალითი როგორ უნდა ემსახურო შენ ქვეყანას მშობლები ესე იგი რეპრესირებულის შვილი მამა რეპრესირებული და დედა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენეს და ამბობდნენ რომ რეცხავი იმის შვილი არისო დედამის სახელი ამოვარდა იმიდან რომ ამბობდნენ ამებას უბრალოდ გადაიტანა ყველაფერი აი ამ ქალბატონმა ყოველგვარი იმის გარეშე იცხოვრა ბოღმის და აი იმის გარეშე რომ თქვა ვინმეს მიმართ რაღაც შურისძიება გქონოდა აი ეს არის მართლაც აი სიკეთით სავსე ქალბატონი პირადი ცხოვრება ტრაგიკული ხო ნუ პირადი ცხოვრება ტრაგიკული ისეთ ექსპედიციებშია მონაწილე რომელიც აი მასე შეყვარებული იყო დიდი მთასვლელი და ესე შეყვარებული ალიოშა ჯაფარიძის აი დიდი სიყვარული იყო და დიდი ის კონდათ მაგრამ ის დაიღუპა მაგრამ ამან მე შეინარჩუნა ყველაფერი რაღაც სასწაული აი რამდენი რამ არის ისეთი რომელიც აი ქართველი ქალის კლდემამოსილებას ნუ აი იმასთან რომ საზოგადოებაც უფასებდა ამას გასაგებია ახლა ხელისუფლებამ არ დააფასეს ეს არაფერს არ ნიშნავს საზოგადოებაში ახლა ისეთი ადამიანები აწერენ აქ ხელს ბატონო ვახში რომ ღირს ცხოვრება იმისთვის რომ ასეთმა ადამიანებმა ასეთ შეფასებები გააკეთონ ესენი მსოფლიოში ცნობილი მესტიერები არიან და პოლოში ვითაც თქვენ დაამთავრეთ ბატონი ნუგზა რუხაძეს ამერიკაში იყო პირველი ერთ-ერთი აღიარებული ჟურნალისტი საქართველოსთან წასული და დღეს ერთ-ერთი საინტერესო პიროვნება ქართული ჟურნალისტიკის მე ვერ გეტყვით რომ რაღაც მეტრივით არის აი ამ პიროვნების აი მისი და ესე იგი განწყობა ესეც კიდე მართლაც გამორჩეული და საინტერესოა ეხლა ჩვენ დღეს მხოლოდ იმიტომ ხარ საუბრობთ მასზე რომ აი თქვა ვაკოთა ვადიდოთ რა ჯერ ერთი ხალხს უთხრათ რომ იმედიანად რომ ხედავთ თუ კარგად და სწორად იცხოვრებ უამრავი უარყოფითი ემოციით ჰქონდა მას მისი ცხოვრება უამრავი იმით და არ იყო ტკბილი მაგრამ აი როგორი ცხოვრა და ბოლოს გამოცა კიდე აგერ წიგნი აი ბოლო 5 წლის განმავლობაში 2-3 წიგნი გამოცა აი ახლა დღეს მითხრა რომ ერთი წიგნი მაქვს რომელიც უნდა გამოგცეო მართალია დიდი არ არისო რამდენიმე გვერდი მაგრამ ძალიან საინტერესო არისო და რა მე ჩვენი ეს იყო ძლივს დავითანხმეთ დღეს ქალბატონი მედია რომ მონაწილეობა მიიღო ამ გადაცემაში მაგრამ უნდა უთხრათ მას მადლობა რომ აი მე არაერთ გზის მინახავს რომ აი ამ ქალბატონის მიმართ ქალბატონი ელენეს მიმართ აი დამოკიდებულება მისი და აქ არ არის ძალიან თვითონ როგორი სულგრძელობით თქვა წერან რომ თავის თავს თვითონ ირჩევსო და რაღაც მიუხედავად იმისა რომ გვარი და ბევრი ვინმე ძალიან კარგ და ნუ რაღაცა ურჩელვა სხვანაირად იყო ამ პიროვნების მიმართ და არა მარტო ისი გვარის წარმომადგენლები არამედ ძალიან ბევრი და ბევრი სადაც მომეცემა საშუალება გავიგებ გვარს აბაშიძეს იმ წუთშივე ამბობ ელენი აბაშიძეს აი ახლა ვიყავი ესე იგი ზესტაფონში ლევან აბაშიძე გავიცანი და მე ვთხარი თუ იცნობ მეთქი მას და ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო იყო რომ ჩვენ მედია აბაშიძეს ვიცნობთ ელენი აბაშიძეს
და დღეს ყველა მეცნიერთა კონგრესში და ყველა მისული ყველა საუბრობს იმ გემოში აქაც როგორი კეთილშობილური საქმე გააკეთა რომ აი როგორ პიროვნებას და თქვა რომ აი თუ ვინმეს მე ერთ პიროვნებას მივცემ რეკომენდაციას და გითხრა რომ გარეგნულად ნახავთ როგორია მაგრამ გონება გახსნილი აი ასეთი სასწაული დახასიათება გააკეთა და ყველაფერი დადასტურდა იმისი და იმდენად დადასტურდა რომ გახსოვთ რომ ჩვენ ყველანი ვეხვეწებოდით მას იმაზე რომ ტელევიზია ქართული ტივის სამთავრობო საბჭო სადაც ბატონი რომან რურუა თავმჯდომარე აი დირექტორი სწორედ ქალბატონი მედია იყოს იმიტომ რომ ამ ტელევიზიაში ჭირდება სწორედ აი ასეთი ენერგიული ინტელექტუალური მოაზროვნე აი რაღაც აი გამოცდილების მქონე პიროვნება და აი ქალბატონი ელენი ამაშიც მოგვეხმარა ეს არის ერთი კონკრეტული ფაქტი რომელიც ზეც ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ მაგრამ არის მეორე დიდი მნიშვნელობის ფაქტი რომელთვისაც დღეს აი მე რომ გავიგე თქვენ ამ გადაცემას აპირებდით მე თვითონ გთხოვეთ ქალბატონ მედია შევეღვეძათ მაგრამ მე თვითონ გთხოვეთ რომ მივიღო მონაწილეობა იმიტომ რომ აი ახლა კიდევ აპირებენ ხესების იმას რაღაც დიდი იმის დაწყებას ქვეყანაში ქალბატონი ელენი ამბობს რომ დამთავრდა ხესების ეპოქა ხალხო რომელიც საუკუნეში ცხოვრობთო გეუბნება პირდაპირ 103 წლის ქალბატონია ტექნიკურად ჯერ არ გვაქვს ამის საშუალება ტელევიზიაში და მე ვაკეთებ ჩანაწერებს ჩვენ მე ხშირად ვარ ელენესთან და სულ უღებ ხოლმე ვიდეოს ტელეფონით ეს შეიძლება ითქვას საშინაო გარემოში და ერთ-ერთი ჩანაწერია ამ ჰესთან დაკავშირებით რას ამბობს როგორ დასაბუთებულად ნუ ეს არის მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომი აი ეს ნაპრალებთან დაკავშირებით და შემდგომ აი მაგას ვფიქრობ ზუსტად რომ ეს უნდა გავიდეს პატარ-პატარა გადაცემების სახით ოღონდ მას არ შეუძლია ხა მოძრაობა და აქ მოსვლა ეს თქვენთან იყო თხოვნა ქალბატონ მედია მე მახსოვს რომ მეცნიერთა კონგრესის დროში ვთქვათ კვირაში არამც თუ არ შეიძლება აი ამბობს ესეთ სიტყვას რომ ეს არის ყოველად დაუშვებელი 21 საუკუნეში კიდევ ჰესზე მიდიოდეს რაიმე რესურსი ყოველად დაუშვებელი იმდენად მრავალმხრივი საშუალებები არსებობს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით რომ იგივე ენერგია მიიღო ესე არის მით უმეტეს საქართველოს ბუნებისთვის ყოველად დაუშვებელი და გასაოცარია ელენეს გონება მართლა საოცრება იმიტომ რომ როდესაც მიადგებით აი საუბარში მის საქმეს იქ არის შეუცდარი მისი პროფესიონალიზმი დღემდე ჩვენ ახლა რაღაც ოჯახური ბიზნესი გვაქვს რომელშიც ელენეს რჩევები ბევრი დაგჭირდა და ანუ ის ზუსტად ისეთი თანამედროვე და მე სიყვარულით ხუმრობდით რომ რაში ძალიან ბევრი ფულა დაგვეხარჯა რომ მოგვეძიებინა ეს ინფორმაცია ჩვენ აგერ სახში ყავს მისი სახით მრჩეველიც და გზის მკვლევიც და საოცარი ქალბატონია ამ ხრივ ასე რომ ქალბატონმა ელენე ვარუსი შეიძლება თქვენს გეუბნებათ იმ გადაცემაში თქვა რომ მე ამდენი ხანი ვიცოცხლო იმიტომ რომ აი წინა უდგე როგორადაც შემეძნება ამ ხესების მშენებლობას მე მახსოვს რომ აი ხესების კაცო მოედანზე როცა ისტარდებოდა აი ხეობიდან რო ჩამოვიდა ისინი აი ეს ქალბატონი 100 წლის ქალბატონი მოვიდა მოედანზე და ნუ გულდასაწყვეტი იყო ის ნომერ 1 პროფესიონალი ამ დარგის მოვიდა და ისი ტერმინოსთან არ მიიყვანეს ვერ მივიყვანეთ აი ჩვენ თვითონ თქვა ნუ ეხლა სხვა საკითხია მაგრამ მან თქვა რომ მე ცოცხლობ იმიტომ რომ საქართველოს რომელიც არის მართლაც ღვთისმშობლის ქვეყანა არ შეიძლება ხესებით იყოს და არ შეიძლება ბუნებას ამე დაიფაროს და მით უფრო ის მონაწილეობდა სტალინის გადაწყვეტილება როდესაც იყო რომ აი ხომზე რომ ექსპედიცია ჩატარდა და ჯაფარიძეს ჰქონდა დავალებული იმ ექსპედიციაში მონაწილეობდა იცის ყველაფერი ესები და გვიყვება საოცარ რამეებს რომ ჰიტლერი როგორ იყო დაინტერესებული იმდენად საქართველოთი არა როდესაც ხომლით რომ აქ ჯერ კიდევ შეუსწავლელია ბევრი რამ ხომლზეა ლაპარაკი ხომლისა თაზე და რაღაც სასწაული რამეები აქვს და ეს ქალბატონი მართლაც უნდა ეს ჩანაწერები ბევრი ჩვენ გვაქვს და ზოგიერთ ალბათ ტელევიზიაზე თუ ჩათვლის საჭიროდ გაიმეორებენ და კარგი იქნება მაგრამ აი ქალბატონი მედიას მიერ ეს პატარა ჩანაწერების გაკეთება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ უკვე
უკვე იმდენად არის შეშფოთებული ყველაფერი მე ტელევიზორს უყურებს ყველაფერს იგებს უცბად ჩვენზე ადრე არა უყურებს იმას რომ თქვა დაპირებენ ხესების შეძლებას და ადამიანი არის გამოსული მდგომარეობიდან ამბობს რომ მე ვარ ამის სპეციალისტი და მაგიარეს სოფიოს მასშტაბით რომ 100 საუკეთესო სპეციალისტებს შორის და ვიღაცა მეცხოვნა მკითხოს აზრიო და სხვათა შორის ძალიან ბევრი წინააღმდეგობები აქვს გაწეული და ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის თუმცა მეცნიერებთანაც ბევრი მესამე მომენტი მე რისთვისაც მინდოდა ჯერეთ მაგდირებით უნდა ვიყო და მადლობა უნდა უთხრა ყველაფერისთვის მაგრამ მესამე რისთვისაც დღეს მე მინდა რომ აი ესე იგი თქვა აი ჩვენ გქონდა ერთხელ შეკრება როდესაც არნოლდ გეგეჭკორის დაბადების დღეს აღნიშნავთ და თელი მეცნიერთა კონგრესი იყო შეკრებილი 200-მდე ადამიანი ვაჟა აზარაშვილი აწყუნოს გვერდმა მან სიმღერა და ასე იგი თემურ გუგუშვილი და რაღაც თუ თელი ჩვენი მეცნიერთა კონგრესის თელი შემადგენლობა და ეს ჩანაწერი სხვა შორის არსებობს და აი ბატონო არნოლდმა მოინდომა რომ ჩამჯდარი იყო ორ პიროვნება შორის ვინ იყვნენ ესენი ქალბატონი ელენი აბაშიძე 100 წელს გადაცილებული იყო მაშინ და მეორე პიროვნება იყო ჩვენი ესე იგი თეკლა მელაძე მაშინ იყო 21 წლის ჩამოვიდა იტალიაში ბიენალეზე და აი უყურებდი ჯერ ქალბატონი ელენე ეხლა ასხივებს იმას რომ როგორი ლამაზი იქნებოდა თავის დროზე ამას აქ როგორია და ეს მეორე პატარა გოგონა რომელიც აი ბიენალედან ჩამოვიდა იტალიაში და ეს პიროვნება გახდა ეს ოჯახი გახდა იძულებული რომ აი არ დაუჭირეს მხარი ისე როგორც ელენეს არ დაუჭირეს თავის დროზე მხარი და არ მოусმინეს აი ასე ამ პატარა გოგონას პატრონი არ მოუჭდა ვინმე და ამერიკელებმა წაიყვანეს სასწავლებლად და 100 ჯერ შეუმცირეს თითქმის გადასახადი და საქართველოში არ მოიძებნა ხელისუფლებას მიმართეს სამინისტროს ყველას არ მოიძებნა ადამიანი რომელიც პრაქტიკულად ელენე ხო რეპრესირებული იყო ესეც რეპრესირებულია იმიტომ რომ მშობლებს სახლი დაუნგრიეს და სახლი დაუნგრიეს და ეს ტერიტორია აჩუკა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებში გამარჯვებისთვის შეიძლება თქვენ არ ხართ კაბოდმედია საქართველოში არჩევნებში გამარჯვების გამო აჩუკა მხარდაჭერისთვის ბატონ ბიძინაევანიშვილს და აი ხეობაში სადაც ეს აჩვენა ვებერთელა ტერიტორია რომ აჩუქეს აი იქ ამის სახლიც იყო და პირდაპირ ეთერში აჩვენებდა რამდენიმე ტელევიზია როგორ ანგრევდნენ საქმეს და როგორ წიოყობდა ტიროდა ოჯახი მთლიანად და ამ ოჯახს დღეს იმაშია სასამართლოშია ევროპის სასამართლოში და იმარჯვებს და რა წარმოვიდგენიათ საქართველოში რამქერით ერთმა პრეზიდენტმა მეორე ხელმძღვანელმა და ვინ გოგონა რომის გამოფენა 2 ამერიკაში მოეწყო იტალიის ბიენალეზე დღემდე არის როგორც ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე მისი და აი აგერ ეხლა ქუთაისში ანდრეევში იქნება ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის გამოფენა 11-ში ამას ისაკეთებს სომელიეთა ასოციაცია და ღვინის პრობლემებზე ძალიან სერიოზული საუბარი იმართება და ჩვენ მეცნიერთა კონგრესს ვაპირებთ რომ მონაწილეობა მივიღოთ და იქ და ყველა ამბობს იმას რომ აი ელენე ახვლედიანი აი რაღაც აი ასე წარმოუდგენიათ ამას ვინ ამბობდა დიდი პიკო ნიჟარაძე ნუ ყველა ვინც კი არის აი სახელმწიფოების წარმომადგენლები ეს ოჯახი წავიდგა ამერიკაში რა უნდა იყოს აი სასაუბრ მდგომარეობაში აგერ რატო უნდა მეორდებოდეს ეს რატო არ უნდა იყოს ელენე აბაშიძეს რა ჯილდოც კი არსებობს ქვეყანაში დღეს მე ყველანაირი ჯილდო ეკუთვნის მას რაც კი არსებობს და არც ერთ ვინმეს აზრად არ მოდის და რომ თქვა თუნდაც მივიდნენ სახლში ნახოს ხო ამას არაფერი არ უნდა ამას ხო რამეს არ ითხოვს არაფერი ჩვენ ერთხელ გადავწყვიტეთ ერთ-ერთმა სახლები რო არის გადაწყვიტეს როგორ რომ ჩემ სახლში უნდა როგორი ამაყინო ეს გეუბნებით რა სასაუბრებით არის როგორ ჩემ სახლიდან როგორ უნდა წავიდეო და სახლში დარჩა და მაგრამ იმათ ხო გამოხედე ეს დამოკიდებულება ხო გამოკახა და იმ თქვა ორგანიზაციამ რომ ჩვენ მზად ვართ ერთი ოთახი უფასოდ ყველაფერიო მაგრამ ნუ კალბატონმა ელენემ და მისმა ათასაობა და აი კალბატონი მედიაკ არის ბედნიერება როცა ასეთი ადამიანები არსებობენ მე წერან აბაშიძეების გვართან დაკავშირებით შემთხვევით არ ვთქვი იმიტომ რომ მე ძია ირაკლი აბაშიძის ოჯახში რაღაც ახლობლად ვიყავი ყოველთვის და ბატონ ირაკლი აბაშიძეს რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა ჩემდამი და აი მიხარია რომ დღეს მე აბაშიძეზე ვლაპარაკობ
და რომ აბაშიძის მიმართ ეს განწყობა მაქვს, იმიტომ რომ ეს ძიაირაკის მიმართაც დამოკიდებულებას ნიშნავს და უშინძერაც რომ ვიყავით იქ რომ გავიცალით ლევან აბაშიძე და ისინი აი ყველას ვინც მაგიდასთან იყო ესე იგი ყველას ვეუბნებოდი რომ აი ასეთი ქალბატონი და ესეთი დამსახურება მერტო უმრავი ქვეყანას ასეთი ხალხი და მერტო აი რაც გაიარა ელენი აბაშიძემ იმიტომ უნდა ვიცოდეთ მისი ბიოგრაფია კარგად რომ აღარავის აღარ შემთხვას ქვეყანაში ასეთი რამ აღარ იყოს რეპრესირებული დაუჭიროთ მხარი ძლიერს როგორაა ნათქვამი მივეხმაროთ ძლიერებს თორე სუსტები თვითონვე გაიგდებენ თავსო იმ როგორაა ეს ძალიან კარგი იმით არის ნათქვამი აი ძლიერი ელენე მუდიოდა როგორც ძლიერი ყოველთვის საქართველოში ნაკლებად აფასებდნენ დააფასეს გარეთ ამერიკელები რომლებიც აი ამ საქმეში ძალიან მტკინ ისინი მეცნიერული მის შეფასების დროს ერთ რაიმე კომპრომისს არ აკეთებენ ამიტომ ყველანაირად არის როგორც იტყვიან აი სწორად არის დანახული ელენეს ამერიკელების მიერ საქართველოში გავახილოთ თვალები უამრავი ადამიანია ელენი აბაშიძეზე საუბარმა უნდა გაბიხსნას გონება და ჩვენს გვერდით ახლობლად სოფელში სხვაგან არიან ეს დიდი ადამიანები უნდა ამიტომ იყოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წინააღმდება უნიკალური რომ არიან ადამიანები რომელთაც დიდი დამსახურება საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს და ამ ადამიანებისგან შევქმნათ სახელმწიფო კაცების აგრებულო ეს გამოთქმა ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს როდესაც ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა დაიწყო თქვა და იმის შექმნა ერთ-ერთი პირველი ელენი აბაშიძე იყო დასახელებული თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა იქ რამური გვარები და მერაბ ბერძენიშვილი ამბობდა რომ ჩემს სახლს დავთმობ ოღონდ ასეთი ხალხმა დაიწყო შეკრება რატო არ უნდა გინდოდეს ხელისუფლებას აი ასეთი ჭკვიანი ადამიანები რო ყავს რომ თუნდაც პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით ესენი ხელისუფლებას და ქვეყანას რაღაც სასიკეთო რამეებზე ელაპარაკებოდნენ ასეთია მომავლის საქართველო და აი ეროვნული თანხმობის პარლამენტი რომლის შეკრებაც ალბათ შედგება ესე იგი მერაბ ბერძენიშვილის ეზოში დარწმუნებული ვარ რომ ქალბატონი ელენე მაშინ შეძლებს და მაგარ სიტყვის ამ იმაზე როდესაც ეს შეიქმნება თავის მე თუ რაიმე დავაკელი შემინდოს უფალმა და ყველაფერი მინდა ქალბატონი ელენე თქვენ ხართ ღირსებით სავსე გამორჩეული ქალბატონი ხართ და აი მინდა მიხარია რომ უამრავ ადამიანთან ნინო ჯავახიშვილთან მქონდა ურთიერთობა ნუ თქვათ იგივე ასე იგი მარიკა ლურკიპანიძესთან რომ მქონდა ურთიერთობა აი აგერ დიდი ქალბატონი შანიძე ყველანი რაღაც ესე ამ ადამიანების მიმართ დღეს უფრო თბილი და უფრო ძლიერი უნდა იყოს ეს დამოკიდებულება და ბევრი ვინმე გამორჩება მაგრამ აი შანიძე 100 წელი პრაქტიკულად აი ასეთი ხალხი ყავს გვერდით აგერ ანუ წარმოგიდგენიათ თქვენ და აი აგერ მე ვამაყობ იმით რომ ვიცნობ ურთიერთობა მქონდა და როდესაც ერთხელ ალბათ გახდა დამირეკა ალბათ ვარო ქალბატონი მედია ალბათ გორი და მაშინ არ ვიცნობდით ასე ერთმანეთს და დამირეკა მივედი სახში და სასწრაფო ჯერ არ უნდა და მე გამოვიძახეთ სასწრაფო და სასწრაფოს მანქანაში არ შევიდა მითხრა რომ შენ გვერდით უნდა იჯდეო და ასე მივიყვანეთ აი მემოდე გაიგლაც ცრემლებში ვარ მიხარია რომ ესეთი ადამიანები ყავს ამ ქვეყანას და ეს ერთ-ერთი პოზიტიური გადაცემა აი რომელსაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ იმიტომ რომ ვიამაყოთ რომ ეს არის საქართველო ასეთ ხალხზე დგას აი გიგანტების მხრებზე მე ვდგევარ გიგანტების მხრებზე და იმიტომ ვიხედები შორსო ნიუტონმა რომ თქვა აი ამ ხალხს ვეთათბირებოდით და ამ ხალხს ვეთათბირებთ ჩვენ და იმიტომ არის მესტიერთა კონგრესი ასეთი ძლიერი პროგრამები და აი ესე იმიტომ შეიქმნა ეს ვებერთელა წიგნები რომელსაც აი საქართველოს ინტეგრალური რესურსები და უამრავი შრომები აქვს ქალბატონი მედიასაც აქვს თავის თავად ქალბატონ ელენეს ამასთან დაკავშირებით და ღირსებით იცხოვრა და ღირსებითი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულებაც მისაღები. მადლობა გავაგზავნოთ ესე იგი აგერ ჩავწერე რომ ჩვენ იმ პარტიას რომელსაც გულშემატკივრობთ ის პარტია არ მონაწილეობს ამ არჩევნებში. ამიტომ აი ვინც მონაწილეობთ განსაკუთრებით აი ამ არჩევნებში აქტიურად მონაწილე პარტიებს როგორც სამთავრობოს ასე ოპოზიციურს გეუბნებით რომ აი ასეთი ადამიანი ყავს და სადღაც თქვენს პროგრამაშიც ეს გაითვალისწინეთ თქვენ წარმოიდგინეთ აი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დიდი სირცხვილი ხომ არის რომ ამ ხელა ბუმბერაზი როგორც ვაჟა ფშაველა იყო შიმშილით მოკვდა
შიმშილით მოკვდა და ესენი ფაქტურად რა იყო 54 წლის კაცი და იმხელ ახლა ესეც კარგი ვთქვათ რომ იმპერია იყო რუსეთის ბრალი იყო ეს ჩვენ ხო თვითმმართველობა გქონდა აქ ქართველები ხელმძღვანელობდნენ ქართველი ჩინოვნიკები იყვნენ და იმდენი ვერ მოახერხეს რომ აი ამ ერთი კაცისთვის სტიპენდია გამოეყოთ რაღაცა გაეკეთებიათ რომ ის არ ყოფილიყო ასეთი უსუსური აი ამ თავისი ეკონომიური პირობებიდან გამომდინარე ჩვენ ღმერთმა ელენე აბაშიძე მოგცა და თანაც მოგცა შანსი არ მოკლა აცოცხლებს კიდე დიდხანს აცოცხლებს და როგორმე ესე გავანძრიოთ ტვინი ხელი ყველაფერი და გავაკეთოთ ისე რომ ეს ქალბატონი ღირსეულად იყოს ჩვენი საზოგადოების წევრი ამ თავის სიბერეში. აი ეს მინდა და მე თქვა ბატონო ვახში ერთი რამე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გარდა თბილისის საპატიო მოქალაქეობისა ასთან დაკავშირებით ალბათ როცა ჩამოვახალიბებთ ვიტყვით მაგრამ აი ახლა მაგ ძალიან არ მინდა სახელმწიფოები დავასახელო მაგრამ აი როცა ასეთი წარსულის ასეთი ბიოგრაფიის ასეთი მეცნიერული ბიოგრაფიის აი რომ ყავდეს ზოგიერთ ქვეყანას დღეს მისი სახელობის ქუჩაც იქნებოდა მისი სახელობის რაღაც იქნებოდა თუნდაც აი ენერგეტიკის მიმართულებით არა რაღაც იქნებოდა ბიუსტიც კი იქნებოდა სიცოცხლეში ბევრგან აკეთებენ ასეთ რამეს ბევრგან აი ჩვენ ნახეთ აი როდესაც როგორ გააცილეს აი საფრანგეთში როცა დიდი მსახიობი წავიდა ამ ქვეყნიდან ხო არსებობს რაღაც როდესაც ყავს დიდი პიროვნება რომელსაც ამდენ ხანს იცოცხლა და ღირსებით იარა ყველაფერი და აი როგორ ხალხთან ახლა მარტო აი ალია ჯაფარიძესთან ურთიერთობა და აი იმაში მონაწილეობა იყო ხო ამის აღარ არის საუბარი იმაზე რომ აგერ მეცნიერული როგორი ესენი ქონდა აი არის ბევრი რამ რომელსაც ხანაირად გააზრება უნდა იმიტომ ვარსებობთ ჩვენ და იმიტომ აი ეს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება საჭირო და იმ ეროვნული აი თქვა და ის პარლამენტი რომელსაც ჩვენ ვქნით რომ ასეთ რამეებს უყურადღებოთ არ დატოვებს და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ დღეს აი როგორ არის როგორ ქვეყანა აეწყო აი როგორ გითხრათ ახლა აი ჩაშვებაზე დასმენაზე რაღაცებზე დღეს ჩვენ მქონდა გადაცემა აი რო არ თქვენს არ შევიდეთ ბატონო ვაჟა ოთარაშვილი და ისინი სასწაულად კარგად ვისაუბრეთ რომ მეცნიერებათა აკადემიამ მოისმინა ბატონი ვაჟა ოთარაშვილის და იქ მეცნიერებმა დიდი მხარდაჭერა და მე ვთქვი რომ ბატონმა როინმა თქვა რომ ამ წერილს არა მარტო მივწერ არამედ მივყვები და სასწაულად კარგი რამეები თქვა შემდგომ ბატონმა ვაჟა ოთარაშვილმა აი ვიღაცამ დაურეკა აკადემიაში და ერთ აკადემიკო ვიცე პრეზიდენტს უთხრა რომ ცუდად ილაპარაკესო თქვენზეო ბატონმა თემურმა და ბატონმა ვაჟამო იმან გადაურეკა და დიდი მადლობა რომ ეს ყველაფერი გამგვიფრთხილა კიდე ბატონმა ესე იგი აკადემიკოსმა ჯაველიძემ დაურეკა ბატონ ვაჟას და უთხრა კაცო რატო ჩვენ იგი წარმოვიდგენია თუ რა ხდებეს ამ ქვეყანაში რაზე ვართ აწყობილი ამ ქალბატონს ცუც ვერავიზე ვერათქმევინებ ეს ქალბატონი არის კეთილზე აგებული აი გუშინ საუბრობდი და ვამბობდი ერთ რამეს ორი ტიპის ადამიანი არსებობს ერთი ყველაფერი ყველგან ხედავს ცუც არ არსებობს ადამიანი რომელშიც არ დაინახო რაღაც ცუდი გოეთი ამბობდა რომ არ არსებობს ჩემში არ არსებობს ბოროტება რომელიც ჩემში არ იყოს რომ თავარი ამან იძინოს არის მეორე ადამიანი რომელიც ნებისმიერ ადამიანში ბოროტშიც კი კეთილს ეძებს და უნდა რომ იმ კეთილიდან აი ეს არის ქალბატონი ელენე არის ქალბატონი რომელმაც 100-103 წელია ცოცხლობს და ცხოვრობს რომ ყველა ადამიანში ეძებს კარგს პოზიტიურს და უნდა რომ აი როგორმე ეს ხმამაღლა თქვას და მხარი დაუჭიროს ჩემთვის ისეთი რამეები აქვს ნათქვამი და ჩანაწერები მაქვს იმას როგორ გავამხილ სადმე მაგრამ აი ეს განწყობა ქონდა ვეუბნები უამრავი ნაკლი მაქვს უამრავი ისაუბრა აი ხო ხედავთ თქვენ ვისაუბრეთ კარგად ვთქვით კარგად მეცნიერებაზე ორიენტირებული ვართ მეცნიერთა კონგრესია მეცნიერებათა აკადემიას უდიდესი მხარდაჭერები და თქვენ გქონდათ შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან და აქტოვანებული მოგზავნით რომ როგორი კარგი საუბარი და რაღაცის იყო ასეთია ყოველი შეხვედრა და ვიღაცას აი ეს არის ბოროტება ვიღაცას გაუჩნდა ამისინი აი ეს ქალბატონი არის ნიშანი მისი ცხოვრება არის ნიშანი იმისა რომ ადამიანში ვეძებოთ კარგი დღეს პრემიერ-მინისტრის მოხსენება წავიკითხე
სადაც ის ყვება რომ 340 მილიონამდე რაღაც ეკონომია გააკეთა, იმიტომ რომ ისე იგი იქ მეტი ხარჯება და ახლა ვიღაცებმა რა თქმა უნდა დაწერეს, ესე იგი ის კორუფცია იყო და ახლა ამას გარჩევაც არ მინდა, მაგრამ თუ ამ ხელა ეკონომიებს აკეთებთ, აი ასეთი ადამიანი, ძალიან მიახლოებული მაინც რომ ავიღოთ საქართველოს შეიძლება 1 5 10 20 მოიძებნოს. ისიც არ იქნება. ამათ მაინც მიეცით რეალური საარსებო მინიმუმი დაუნიშნეთ. რეალური საარსებო მინიმუმი. არ უნდა დახმარება და არაფერი. ის ხო კარგს ვამბობ, დღეს უნდა გაკრიტიკოთ რომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესში გვაქვს ანალიზი გაკეთებული რომ 3 მილიარდი თანხა როგორც მინიმუმი იხარჯება არასწორად. ამას 340 მილიონი რომ მოიგეს. ესე 10% მონახულე. ერთი ამით ნახეს, ამით თქვეს ერთი რამ რომ ესე 340 მილიონს 1 2 და 10 წლის წინ ცუდად არასწორად ხარჯავდნენ, ხო? ამას მეცნიერთა კონგრესი ეუბნება რომ დღეს საქართველოში 30%-ია საჭირო სახელმწიფო აპარატში, 30%-ია საჭირო იმისა და ისიც ბევრია, ვიდრე ხართ. რა თქმა ამას დიდი ზებნა. ეხლა მოძებნეს ენერგეტიკაში, თანაც აქ თქვენ მე მგონა ამის გამო ამბობთ, ენერგეტიკაში შეამცირეს ხალხი და ამას ეძახიან ოპტიმიზაცია გავაკეთეთ, რომ იმათი ხელისუფლებაშია ეს ბორკილია ამოდენა რაოდენობა ხალხი ხელისუფლებაში ბორკილია პროგრესის 3 მილიარდის ფარგლებშია, როგორც გითხარით, მე თქვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენი გაანგარიშებით, რომელიც მომენტალურად შეიძლება, რომ ესე იგი არა იმათ კი არა, რომ კი არ წაართვა ვინმეს იმ ბიზნესში შეიტანო და ეს ხალხი ჩართო იმაში, თუნდაც აი ნახეთ რა ადამიანებს ეუბნებიან ახლა რკინის ჯვარზე ვიყავდე, ხალხმა გითხრა საქონელი ჩაგვაბარებიესო და გითხრესო რომ დახმარებას მოგცემთ, ანუ იაფად იყიდეს ამადგან საქონელი, წაიყვანეს არაბეთში ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პიროვნებებმა ეს ოჯახი, რომელსაც 10 სული საქონელი ჰყავდა, აქციეს ისეთ ოჯახად რომ დააწერიეს მათხოვარი ვარ და შემწეობა მომეციო, აზრილეს შემწეობას ამ ოჯახს, ასეთია საქართველოში უკვე 800,000 კაცი, ჩვენი გაანგარიშებით, საქართველოში ასეთი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 100,000, ამ 700,000-დან შეიძლება აქციო ეს არის ელენე აბაშიძე და ეს არის მეცნიერება, 700,000 შეიძლება აქციო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეწარმე ბიზნესმენად, ფული კი არ წაართვა, იმ ფულით სასწაული რამე გააკეთო. ჩვენ ვამბობთ რომ ბიძინა ივანიშვილმა რა ფულის დახარჯა საქართველოში და აგვიძეს ეს ყვარი ამას ერთი კაპიკი არ მიუღია. ერთი თეთრია, როდესაც ანაწილებ ამას საქართველოს უარიცია და დარწმუნებულია რომ იცოდეს ამის არსებობა, ვით უფრო ჭიათურელია ეს კალბატონი, იქედან არის რა, რომ იცი ამის არსებობა, ამ ხალხს უგრიგებ იმას და 1000 და 1500 და 2000 ვის ეკუთვნის ამ რანგის მეცნიერი ყავს და ასეთი არის, ხო? არ მიუღია დავანებოთ ამას თავი ახლა. ეს არ არის გამხილვის ისა. აი თქვა 7 მილიარდი დახარჯა. 7 მილიარდი შესაძლებელი იყო საქართველოში, 1 მილიარდი შეიძლება შეიქმნას და 150,000 სამუშაო ადგილი. 7 მილიარდი შესაძლებელი იყო შექმნილიყო 1 მილიონი სამუშაო ადგილი. არავინ წასული თუ 10% იქ თუ იქნებოდა გარეთ წასული, ყველა საქართველოში იქნებოდა და ვიმეორებ 3,000 ლარი იქნებოდა მინიმალური ხელფასი თითოეული დასაქმებულის. ჩვენი ანგარიში ეს არის. მე გული რაზე მწყდება? ეს ვინმე წინამდე ბრძოლაა? ეს არაფერი ვინმე წინამდე ბრძოლა არა, ეს არის ამას ქვია ოპტიმიზაცია. ამაზე ლაპარაკობს რამდენი შეხვდები ჩვენ ქალბატონ ელენეც, რომელიც ამბობს რომ რა ამბავია ამდენი ხალხი ხელისუფლებაში, რა ამბავია ამდენი სახელმწიფო შენობები, ვის ჭირდება ეს? როდესაც საბჭოთა კავშირი იყო და ყველაფერს მართავდა პარტია, აბჯერ მეტი რო ხავს დღეს ხალხი, კი მაგრამ თუ ყველაფერი კერძო გახდა, რატოა საჭირო ეს ხალხი? აი რატოა მეცნიერება საჭირო და რატო ლაპარაკობ ჩვენ ელენე აბაშიძეზე? აი მას რომ მოусმენდა მე დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მედია ისეთ გადაცემებს გააკეთებს რომ ნახავ 103 წლის ქალბატონი აკეთებს ისეთ ანალიზს, რომელიც შეიძლება აზრადაც არ მოუდეს ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ ძალიან ბევრს, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში და ტრაბახობენ დიპლომებით. ბატონ თემურ, ეს დიდი პოლიტიკიდან მოდის, ის აქ არ გამოუგზავნიათ იმისათვის, რომ ააყვავოს ქვეყანა და იყოს სამუშაო ადგილები, ეს ჩვენ ყველამ ვიცით, მაგრამ
მიუხედავად ამისა რაღაცის უკეთ გაკეთება რა თქმა უნდა შეიძლებოდა და არ შეიძლება ჯერეთი ახლა მე 2 დღის წინ ინტერნეტში ძალიან ბევრი ვეძები ეთის სადმე ევროპაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ყავს თუ არა სახელმწიფო დაცვა ვიცი რომ ავსტრიის პრეზიდენტი ავტობუსით დადის ვიცი რომ შვეიცარიის პრეზიდენტი და ყველა მინისტრი ფეხით დადიან და იმედები ეს არის კლასიკური დიქტატორული ქვეყნის მოდელი საქართველოში და ახლა ლამის ყოველ მეორე პარლამენტარსაც ესე იგი დაცვა პარლამენტის თავმჯდომარე ამ რამოდენიმე ახლა წარსულს არ ვამბობ ერთი წლის წინ შეიძლება გორგასალის ქუჩაზე აფთიაქთან დააცვა რაღაც ვიფიქრე ალბათ მოხდა ყაჩაღობა ისეთი სცენა იყოს მინივენებს რო ეძახიან ორი შავი გაჩერებული ისიკიდან და მევარდნილები ამ აფთიაქს და ფეხით მოვდიო და რა აღმოვაჩინე პარლამენტის თავმჯდომარე რომ ყავს ახლა ის შევიდა აფთიაქში ეს ხო არის მარაზმი აი გვარიც კი არ გვახსოვს მაგრამ ის კანდიდატების მანი გაბერილი ხო აი ასე რაღაცა მინისტრები დავიოდნენ ჯავახიშვილი იყო ერთ-ერთი აი თეატრიდან მხარიდან იყო ხო ჯავახიშვილი ერთხელ საპარიმახეროდან რეკავენ და მეუბნებიან რომ კაცო ჯავახიშვილი მოვიდა ჩვენთან ვაკო წვერს იპარსავსო და გივი ჯავახიშვილია თქვენ კაცო უკაცრავად პატარიძე ჯავახიშვილის ქართლში იყო პატარიძე და პატარიძე შემოვიდა ბჟოლებს ვეძახდი ჩვენ მწერალთა კავშირის წინ საპარიმახერო და მე ურეკავ ქალაქის ხელმწიფე ნიუს და ვეუბნები რა ასე ყოფილა და მიდიო წადიო ნახე მე მივედი და აი რო გამოვიდი დავინახე რომ მანქანაში დაждდა თვითონ საჩასთან ყოველგვარი დაცვის გარეშე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მე მინახავს მჟავანაძე დაცვა სად იყო არ ვიცი საერთოდ ქუჩაში დადიო და მანქანაში თუ ეჯდა ვინმე თორე არავითარი რაიმე გასაკუთრებული არ იყო კი მაგრამ კაცო თუ დამოუკიდებელი ვარ თავისუფალი ვარ თუ ასეთი წესრიგია და ყველაფერია საქართველოში დღეს დაცვის სისტემაში ხელისუფლების დაცვის სისტემაში მუშაობს იმდენი ადამიანი რამდენი ადამიანის არ მუშაობდა ერთად აღებული საავიაციო ქარხანასა და საავტომობილო ქარხანაში კი ბატონო დაცვის ყველაზე მარტივი ნიმუში რანაირად შეიძლება ერთსა და იგივე სახელმწიფოში პარლამენტარის ხელფასი იყოს 14000 ლარი და პენსია 350 აი აგერ ამ ქალბატონს გქონდეს 350 ეს არის ყოველად მიუღებელი და გაუგებარი ეს არის კორუფციის სახე ქვეყნისა და ამას კიდევ ემატება იმ ხელფასის გარდა ემატება სამივლინებლო ხარჯები, საწვავის ხარჯი, მანქანაც ხო უნდა ხო გადაადგილდნენ და ასე 1 მილიონი ჩდება ქალბატონო მედია 1 მილიონზე მეტი ჩდება ერთი პარლამენტარის განმავლობაში 1 მილიონი ამის მარტივი გაანგარიშება ბატონო ვახში რამდენი სიხარჯება პარლამენტს რაც აქვს ბიუჯეტი გაყოფილი პარლამენტართა შემადგენლობაზე ნახეთ ეს და გამოვხუნეთ მე და მითხარით თქვენ ამისი მეგონი თქვენ სიყავით როდესაც ერთმა პიროვნებამ თქვა რომ ანალიზი გააკეთა სკოლაში ჩემთან ვინცო ესე იგი გენიოსი იყო იქ ესრებოდა კოჭებში ეთყობოდა რომ ძლიერი იყო და რაღაცა მათხრები არიან დღეს და ვიზეც ვამბობდით რომ წერა კითხვა არ იცოდა არაფერი და ისე დაამთავრა რომ რეალურად ამისი ისო დღეს ფულში წურავენ აი როცა ეს ხდება ქვეყანაში ეს ძალიან მძიმეა როცა ამისი ისე და კიდე მეორე თქვა რომ გახსოვთ როგორი კარგი ანალიზი გააკეთა ერთ-ერთი რეგიონის წარმომადგენელმა რომ ჯოაკო დეპუტატებიო ვიციო ყველაო ხა პატარა რაიონი ვართო და ვიცით ვინ არისო მერიაშვილი მუშაობს ვინც მერიაში მუშაობს და ვინც პარლამენტში არჩეულიო რამათო და ეხლა ერთმა პიროვნებამ ამისი მკითხე რომ რა გინდათ ამ პარლამენტში რომ იმაში რომ მიდიხარ ამ საკრებულოში და რა სხვა თუ ისო ფული მე ვერ ვიშოვე ფულს ვიბლი ვარ ამიტომ რომ ვიშოვე ფულიო და ესე იგი თუ იმას რა ქვია ინდეს მაინც ვიშოვე რომ ერთი 10 წელი მეყოს მერეო და რა ვიღაცას თანამდებობას დავნიშნავდი რა აი ეს არჩევნები იქნება ეს არჩევნები ამიტომ არის ჩვენი პოზიცია მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხმობის პარლამენტი ეს იდეა სხვა შორის რომ გავაცანით ჩვენ ქალბატონ ელენესთან ვისაუბრეთ აი ახტოვანებული დარჩა და თქვა რომ ძალიან ბევრი კარგი მაგალითი მოიტანა მე და თქვა რომ აი იმ ქვეყანაში ამ ქვეყანაში ეს ქალბატონი მეხსიერება და ისე აქვს ისეთი რომ აი სასწაული ისე აქვს აი თუ გინდა ენციკლოპედიური ცოდნა დღეს ბევრ რამეზე ამ ქალბატონს გააჩნია ახლა რახან ჩვენ მეცნიერთა კონგრესი ვართ მაინც კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე ამ მეცნიერების თემას
მე თავის დროზე ქალბატონო მედია ძალიან დიდ კომბინატში მუშაობდი და იქ ტექნოლოგიური პროცესების მართვაზე მუშაობდი, მაგრამ პარალელურად იყო ჯგუფი მის ეკონომისტების, რომლებიც ცდილობდნენ აი ყველა დიდი კომბინატი, დიდი საწარმო წელიწადში ერთხელ აკეთებდა მომავალი წლის გეგმას და ამას ერქვა ტეხპრომ ფინპლან ტექნიკურ ფინანსური ფინანსური გეგმა აი ესეთი გეგმა და რა თქმა უნდა ახლა როდესაც კომბინატი იყო სადაც 30000 კაცი მუშაობდა სადაც დიდი მასშტაბის 7 ქარხანა იყო რამოდენიმე ათეული დამხმარე ქარხნები მაგრამ ასე საამქროთი სადიღო დირექტორი პარდონო სადიღო დირექტორი და ფეხი დადის არაფერი არა დირექტორი არის მაგრამ აი ცოტა აი ამ ეკონომისტებთანაც ესე იგი მომიწია შეხება და მე უკვე თვითონ მეპატიჟებოდნენ ხალხო ამ ხელა გეგმას რო აკეთებ როდესაც ფინანსურად ენერგეტიკულად ინფორმაციულად დაკავშირებულია ყველა ეს ობიექტი ერთმანეთთან. აი ეს არის მოდელი თვითონ ქვეყნის, ხო? რეგიონი, ჯარი, თავდაცვა, ის რა ქვია მაგას MVD, სავანტყოფოების სოციალური. აი ეს მოდელი ერთია. და უდიდესი დიდი ესე იგი ალგორითმები იქნებოდა ურთულესი ალგორითმები და მერე მისი ოპტიმიზაციის მეთოდები და აი მახსოვს სიმპლექს მეთოდს იყენებდნენ იმისათვის რომ მოენახათ ოპტიმალური პარამეტრები ეს ამაზე მეტი არ უნდა იყოს ამისათვის იქ დახმარება ფულადი ამდენი იმას ეს კეთდებოდა ასე მე ვატყობ რომ ჩვენს ქვეყანაში არც ერთ პრემიერ-მინისტრს რომელიც დღემდე იყო და არც ამას არც განათლება აქვს შესაბამისი და არც გამოცდილება საიდან ექნება საერთოდ არიციან რომ არსებობს აი ამ გეგმების ოპტიმალურად გამოთვლის მეცნიერული საფუძვლები და მეცნიერული ალგორითმები არიციან ეს და ამიტომ ახლა უკვირს გაუხარდა იქ ვიღაცები მოახსნევინა და დაიანგარიშა 300 მილიონი ეს 300 მილიონი კი არა როგორც ჩვენ ვთქვით ესე 3 მილიარდი არის ზედმეტი და როგორც ბატონ თემური თავის ძორზე აღნიშნა როცა თვითონ იყო ქალაქის მერი ქუთაისში და ახლა რაოდენობა ადამიანების იქ მომუშავეს 10-ჯერ მეტია 10-ჯერ მეტია და რამდენი ასეთები და ყველაფერი ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს რომ გაბატონებულმა პარტიამ, კლანმა, ჯგუფმა შეძლოს არჩევნებში რაც შეიძლება მეტი სხვა არაფერი მიზანი ამას არ არის ბატონობაში ჩვენი განათლებაც არის საჭირო აი მიხარია რომ ქალბატონ ელენეზე საუბარმა ამ ზოგად ქართულ და ძალიან დიდ პრობლემებთან მიგვიყვანა აი როდესაც გამოვა უშიშროების ხელმძღვანელი და იტყვის მე მოვდივარ ჩემი გუნდით დამთავრდოთ ის ქვეყანა აღარ არის ესე იგი იმს კი არ უთქვამს რომ მე სისტემით მოვდივარ ის კი არ უთქვამს ვინმეს რომ პრემიერ-მინისტრები მე სისტემით მოვდივარ მე მოვდივარ ჩემი გუნდით ნებისმიერი ქვეყანა წარმატებულია მაშინ როდესაც მთავარი ფიგურა ადამიანი კი არ არის სისტემა არ გაძლევს საშუალებას იყო კორუმპირებული მოიფარო რაღაცა შეიძლება მოძებნო გამოძრე მაგრამ 90% ხო დახურულია ყველაფერი არა ხო იცით თქვენ რომ ამის გაკეთება შეიძლება ამაშია საქმე მესიეთა კონგრესი რას ამბობს ჩვენ იმას ხარ ვამბობთ რომ აი მე ვიყო თქვენ იყო და ის იყოს და რაღაც დააშენდა და მისურვებდი რომ ასეთ დეპუტატები ყოფილიყვნენ და ასეთი ხელმძღვანელები ყოფილიყვნენ აი აზროვნებით ამ რასაც ხედავ მაგრამ ჩვენ ხო ამას არ ვამბობთ ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს რომ მოდი ჩამოვყალიბდეთ მართვის სისტემაზე მართვის სისტემა მარტივად ყველაფერს თავი დაანებო ფულის მხარჯველს უნიშნავ მე პრემიერ-მინისტრს მართველი პარტია ფულის მხარჯვა გააკონტროლოს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულება კონტროლის პარლამენტრო მარტივია ხო მე გამოვცადე ხო ქუთაისში აბა ვინმე ნახარა მე სერიოზული და რაღაც იყო იქეთ მოდით მე ვამბობ იმას რომ თქვენ შენი გუნდით კი არ მოხვიდე მე ვთქვი ის რომ მე ხავს მოადგილეები არ ყავდა და ყველა თანაშემწეს ნიშნავდა დარგი განათლების დარგი შეიკრიბა და დანიშნეს განათლების დარგში მოადგილე კულტურის დარგში მე ჩემი თანაშემწე არ დამინიშნია რა არის ჩემი სისუსტე იყო ეს თუ სიძლიერე რას ნიშნავს ჩემი გუნდი შენ უნდა მითხრა როგორ აღარ სისტემა რომ მოდიხარ ძლიერი ადამიანებით რას ქვია ეს მე ჩემი გუნდით მოდივარ ვინ ხარ შენ რამელია
ფეხბურთის გუნდი დგება ჩვენთან, იმ გუნდიდან ერთმანეთს ფეხბურთელები არ იცნობენ და შენ მიხარ, როცა შენი გუნდით რომ მოდიხარ, როცა ამას ვაკადრებენ და უფრო მეც კიდე. მე ხლა აი მიხარია რომ აი განათლებაზე გქონია ჩვენ ქალბატონ უნივერსიტეტთან ბევრი საუბარი. როდესაც განათლების პრემიერ-მინისტრი იტყვის რომ განათლების მინისტრს დავუვალეთ რეფორმის პროექტი მოამზადოს და უკვე რა შემაშია განათლების მინისტრი კი არ უნდა წერდეს რეფორმის პროექტს და გეგმას ამას უნდა წერდეს ინსტიტუტი უნდა ქვეყნებოდეს ხალხში უნდა იწყებოდეს განხილვა პარლამენტში ნებისმიერ ადამიანს ქუჩიდან უნდა შეეძლოს მისვლა და რომ მიიღებს პარლამენტი უნდა დაუძახონ მე ვახში ჯვანიას თუ ქალბატონ მედია აბაშიძეს და უთხრას აი ჩვენი განათლების პროგრამა არის ეს შეგიძლია გააკეთო მე დაგიკირავებ შენ და ესენი ეუბნებიან რომ 30 კაცი შეიცვალა განათლების მინისტრი და 30-მა დაიწყო იმით რომ წერ პროექტი განათლების სისტემა დაცის ლეგალი ფაქტიურად დღევანდელი ბავშვები მე რომ ვკითხოთ განათლებას არის ო დიდი ქალბატონი ელენე და აი მიგვიყვანა აგეთ საკითხებზე ჩვენ აქეთებზე მასთან საუბარი ქონია გახსოვთ მისი გამოსვლები მესტიანთა კონგრესის ხმაზე რა ბევრი საჭიროებო საკითხი წამოგვაწევია ქალბატონმა ელენემ და აქ წითელ ხაზად გაყვება ის რომ მეცნიერების როლი ქვეყნის მართვაში, ეკონომიური პრობლემების გადაჭრაში, საერთოდ ყველაფერში, ნუ ახლა მეცნიერება, ახლა თავის ძოზე კიდე შეიძლება ინგლისი, აი ნიუტონი რო იყო, მაშინ ვიღაცებს არ ესმოდა, აი ნიუტონი რას აკეთებს ახლა გრავიტაციის კანონი და რაღაცა იმ დროს ეს საჭირო არ იყო და არავის ეს არ ახებოდა, მაგრამ მაინც პრივილეგირებული ადგილი ჰქონდათ, რამხელა ფულებს აძლევდნენ და შექმნეს და იმის საფუძველზე გახდა 200 წლის შემდეგ კოსმოსში გასვლა შესაძლებელი. ახლა რაღაცას იქ ელექტრონიკაში გააკეთებს და ნახევარ წელიწადში უკვე მისი შედეგები იმერგება. აი ასე სწრაფად ჩვენს სიცოცხლეში აი ეს როგორ განვითარდა და როგორ ხდება ახლა აი გამოდიხარ სახლიდან ურეკავ ტაქსი იქ მოდის ის ტაქსი ჩართავს და გრაფიკს იხაზა თქვენ წარმოგიდგენიათ რა სწრაფად გავიდა და აი ამ მართვის სისტემაში არაფრით ესე იგი ეს სიახლეები მეცნიერული არ ინერგება და აი ის ესე იგი ყველანაირი ძალით ზოგიერთები ეს გამორჩეული ნუ როგორ თქვა რა დავასახელო ესენი იბრძვიან აი თავისი ადგილისათვის და კორუფციის საშუალება რო გქონდეთ და ყველა ოპოზიციური პარტია ცნობილი ახლა რომელიც მონაწილეობს ჩვენში იბრძვის იმისათვის რომ ესენი ჩაანაცვლოს და თვითონ მოვიდეს და არც ერთი არ ამბობს რომ აი სისტემა არის შესაძლებელი არც ერთი არ ამბობს აი თუნდაც ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა წარადგინეთ ესე იგი რეფორმის პუნქტები წარადგინეთ დოქტრინა და იქ ისეთი რაღაცები წერია რომელიც 100%-ით შეცვლის მართვის ხარისხს მაგრამ 100%-ით არც ერთს არ უნდა და არ უნდა იმიტომ რომ შეიზღუდება მისი შესაძლებლობები გააკეთოს იგივე რასაც აკეთებს მათი ადგილი არ არის ბატონო აი ამაშია საქმე და მე ახლა არ ვიცი ახლა საზოგადოებას რა უნდა უთხრათ ბატონო რა ახლა არჩევნებია და მაინც საარჩევნოდ რა უნდა უჩიოთ რაც მე და თქვენ დავწერეთ რაც მე და თქვენ დავწერეთ ქალბატონ მედიას მივცეთ საშუალება რომ შეაფასოს აი ეს პატარა რამე და წავიკითხო ამდენიმდე რომ ჩვენ გავაკეთეთ გელათში მიმართვა ამას ქვია გელათის მეცნიერთა კონგრესის მიმართვა პარტიებისადმი პოლიტიკოსებისადმი კრიზისი ვაქციოდ განვითარების შესაძლებლობად აი მე ქლიანად არ ვკითხულობ ეს პატარა რამეს კი ბატონო მე და თქვენ დავწერეთ ყველა მოიწონა ხო ჩვენი ქვეყნის ისტორია ადასტურებს რომ ქვეყანა ძლიერი იყო მაშინ როცა მეცნიერებს ჰქონდათ ქვეყნის განვითარების რეალური პროგრამები როცა ხელისუფლებები მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით წარმატებდნენ რეალურ პოლიტიკას დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა იყო ამის მაგალითი საქართველოს მეცნიერებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების უნიკალურ მაგალითს აძლევდა მთელ მსოფლიოს დღეს იმ ეპოქაში როცა დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 და გარდაცვალებიდან 900 წელია ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას ისტორიულ ფესვებს კარგად გავიაზროთ ერის მამის ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული სიტყვები ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად. აი რა გასაგებია.
აი ამ შეუღალავაზე გამახსენდა ახლა ისე გუშინდელი გამოსვლა ქალაქის მერის რომელმაც ნახა იქ მელიქიშვილის შეხლა ეს ქალებია ეს რა ქალებია ეს არა ნუ მოკლედ ლანძღავს და ლამის დედის გინებაზე გადაძე ესე იგი სულს იმას ის ხალხი ვინც წინააღმდეგობას უწევს მას და არა და ეს ნახევარზე მეტია საზოგადოების და როგორ შეიძლება როგორ უნდა უხელმძღვანელოს მან იმ ქვეყანას სადაც ნახევარზე ბევრად უფრო მეც შენ ძულხარ არ უნდა ხარ და იბძვის და მიუხედავად იმისა რომ იჭერ ციხეებში სვამ ესე იგი ათასებს უწერ კაპიკებს ხებულობს ხელფასში და ვიღაცამ დაითვალა 120,000-მდე თურმე ჯარიმა მოუვიდა ვიღაცამ იყო ესე დაწერილი მაგრამ ესე იგი აი ასეთ პირობებში რომ მოხვიდე კიდე ხელისუფლებაში კარგი გააყალბე როგორ უნდა იცხოვრო აი ასე ჩვენ 4 წლის წინ იყო ხო იქ ის რომ გამოფენა გავაკეთეთ ძეგლი რო იდგა აღმაშენების და იქ შევხვდით მაშინ მე პირადად შევხვდი ბატონ პრემიერს და სხვათა შორის პრემიერ-მინისტრსაც და მაშინ უთხარი გაწო ჩვენ მეცნიერები ვართ თანაც აღიარებული მეცნიერები ჩვენ დოკუმენტები გვაქვს დანერგილი გვაქვს სისტემები რაღაცა სისტემა სოფლიო 7 ქვეყანაშია დანერგილი და იქაური პრემიერ-მინისტრები რომ მივდივან ესე იგი მღებულობენ და დიდი სიამოვნებით და რო არ მივიდე და ისე გამოვიპარო ეწყინება მე ამას ვეუბნები რამდენჯერ გთხოვეთ ერთსაც და მეორესაც რომ მივიღეთ რომ თქვენი პროექტი აწარმოეს საქართველოში საფუძველში არის ესე იგი მახინჯი და ის ესე იგი არ იმუშავებს ეს არის ბლეფი მე როგორც მართვის სპეციალისტი მე თქვენ აგიხსნიდით და მაგრამ თქვენამდე ვერ მივედი და მე ვკითხე ბატონო ირაკლი ბატონო კახა მითხარით ვისგან ღებულობთ რჩევებს და მე ვიღაცამ მითხრა მომწერა როცა ეს ყველაფერი ვიღაცამ დაწერა და არავისგან არ იღებენ მაგანი რჩევებსო და აი ეს აშკარად ჩანს არ შეიძლება არავისგან არ იღებენ გარედან იღებენ დაქსვამს მე შენი თავის წინააღმდეგაც მოქმედებს ზოგჯერ უნდა გააკეთო ის რაც მათ აწყობს და გარედან იღებენ ამას და ვეგარი მთელი უბედურება მოკლედ ასე მართლა არ შეიძლება და თუ ჩვენ დაუჯერებთ ქალბატონ ელენეს ესე იგი ბუნებაში ყველაფერი ვითარდება გარკვეული კანონზომიერებებით და ეს კანონზომიერებები გამოკვეთილად დგინდება მეცნიერების მიერ და როდესაც შენ მართავ ამა თუ იმ პროცესს ბუნების ნებისმიერ სფეროში შენ აუცილებლად უნდა დაეღრდნო აი ამ მეცნიერების მიერ დადგენილ კანონზომიერებს თუ არა და ეს მართვა არ იქნება ახლა მართვა მონაპოვების დროსაც იყო და არაფერი არ ღინდა მოკტა მოჩა არ მიჩემდა არავინ არ ირკვიდა რამდენია ეს მინიმალური რომ ის განიცხოვროს ახლა მე არ ვიცი როგორ გამოთვალეს ეს საარსებო მინიმუმი ახლა რომ არის 200 რაღაცა 300-ზე ნაკლები ეს ხომ იმით დავამთავროთ რაც აი გითხეთ ქალბატონი ელენეს რა მეთოდი ქონდა და რომ სოფლიო მაგიერეს მეთოდი და საქართველოში არიციან აი ეს აი გითხეთ და მე არაფერი არ ვსაჭირო წყალსაცავების ფუნდამენტში ფილტრაციისაგან ბეწვის ოდენას სიგანის ნაპრალების დროში გაგანიერების ექსპერიმენტული მონაცემები და მისი განსაზღვრის მეთოდი აი ეს მეთოდი რომ დაეწერა ბატონო ამაში ეს მეთოდი რომ დაედგინა ამისათვის მან ჩაატარა 13200 ექსპერიმენტი აი ეს საექსპერიმენტო ყველაფერი თვითონ აქ სადღაც სურათიც არის იმ ლაბორატორიის აგერ აი ეს ახლა მას ვერ ვაჩვენები არ გამოჩნდება ესე იგი 3 მეტრის სიგანის და მაღალი და იქ უამრავი დანადგარებიადი და ის ესე იგი ცვლიდა აი ამ სიჩქარეებს და მთელი 1 წლის მანძილზე აკვირდებოდა და დაადგინა თუ რა სიჩქარით ხდება ამ ნაპრალის
გადიდება და დაადგინა რომ აი რაც არ უნდა დიდი ჯებირი გააკეთო, რაც არ უნდა სქელი, ის რაღაც გარკვეული დროის შემდეგ იქ აუცილებლად წყალი გავა, თუ ერთხელ გავიდა, მერე უკვე ის ფართოვდება და ამას ესე მნიშვნელოვანი ბატონო ვახში არის ის რომ ეს მეთოდი აღიარა მსოფლიო. რა თქმა უნდა, ამისთვის შეიყვანეს ის ამერიკის სიმსივნე. ამიტომ არის აღიარებული და საქართველოში რომ უთხრა ვინმეს რომ აგერ გვაქვს ჩვენ ეს რომელიც მსოფლიომ აღიარა, ენერგეტიკაში და მის გარეთ ძალიან ბევრმა ეს არ იცის და ესაა უბედურება. და უბედურება არის ის რომ ყველა ენერგეტიკული რესურსი მხედველობაში მაგ ხევია თუ რა არის მდინარე ღელე სადაც შეიძლება რა ყველა არის ვიღაცის მიერ დასაკუთრებული და ყველა ელოდება ინვესტორს რომ გაყიდოს მამასისლად ეს და იქ რაღაცა აშენდეს და ამიტომ არის დიდი წინააღმდეგობა აი ამ მეცნიერული შედეგების მიხედვით აი ამ გესების შენებლობის დაგეგმა და ექსპლუატაცია. აი ეს არის სამწუხაროდ ჩვენ კიდე გვაქვს დრო თუ არა გვაქვს? ვეტერანები უბრალოდ დიდი მადლობა ქალბატონ ელენეს, მე პირადად მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა რომ და ქალბატონი ელენე არის ქვეყნის სიმდიდრე. სიმდიდრეა ამ გამოცდილებით და ყველაფრით და ძალიან სასიამოვნო საუბარი შედგა. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ახსოვს ელენე, იცის მისი ფასი, მისი ღვაწლი. მე რა შემეძლია უთხრა აქედან, მე მინდა რომ კიდევ დიდხანს იცოცხლოს, მიუხედავად მისი 103 წლისა, მე ვისურვებდი რომ დიდხანს ვყავდეს ელენე. მიყვარს ძალიან ის, მან იცის ეს ძალიან კარგად და ის პირობაც ძალიან რომ კვირაში ერთ გადაცემას მას ჩანაწერს გააკეთე. კვირაში ერთ ხა ვაგროვებთ ამ ჩანაწერებს, რა თქმა უნდა შეუთანხმდი, მე უთხარი რომ მოდი ესე გავაკეთო თქო და ხშირად მივდივარ და სულ ვიწერთ ხოლმე. სხვათა შორის არის გარდა სამეცნიერო მიმართულებისა არის ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული ამბებიც მისი, რაც აქამდე არ უსაუბრია და აი ხა ბოლო გადაცემას ჯერ არ დავარქვევ ხა მაღალი ნათქვამია ბოლო ჩანაწერი. საუბრობდით ცხოვრებისეულ საკითხებზე და სიმძიმეებზე მათ შორის და გასაოცარი წინადადება მითხრა. ერთის მხრივ დამაფიქრა და თან ძალიან შემეცოდა. ქალი რომელმაც ამდენი რამე შექმნა, ხო, თავისი გონებით, თავისი ნიჭიერებით, თქვა ესეთი რაღაც, რომ ამას წინათ ვფიქრობდიო და აღმოვაჩინეო, რომ ხო ვარო 103 წლისო და 7 წელი ვიყავი მხოლოდ ბედნიერიო. ახლა აი ეს იცით როგორი დამაფიქრებელი სიტყვები იყო. ქალბატონი ირმა იყო ინაშვილი ჩემთან ერთად სხვათა შორის ერთად ვიყავით და ორივე ერთმანეთს შევხედეთ. აი საოცარი რამ თქვა რა 103 წელში რომ 7 წელს გამოყოფთ ეს ხო არა გუნური ქალი ვიღაცა მისე ის როლა არა. ნუ მე ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ეს ჩვენი შიდა საუბარი იყო რატო იყო ბედნიერი, მაგრამ მხოლოდ 7 წელი იყო ბედნიერი. მე მინდა რომ კიდე დიდხანს იცოცხლე და მე ვთქვათ რომ იმ 7 წელს კიდევ მიუმატეთ ბედნიერება და მიიღო ნობელის ჯილდო. ძალიან მინდა იმიტომ რომ ქართველი იქნება ამ ჯილდოს მატარებელი და მე ჩემი სისხლი და ხორცი ამ 7 წელზე ისეთ რამეს ამბობს თქვენ ბოლოს სიტყვა ისეთ რამეს ამბობს რომ ნობელის პრემიისათვის ნობელის პრემიაზე ფიქრობა დაუპო ქვეყანა შევარდნაძეს უნდა დეს მიიღო. ესე იგი ეხლა ნობელის პრემიას ისეთ სფეროში იქნება წარდგენილი შეიძლება ტრამპი ყავდეს მოწინააღმდეგე. ეს თავისთავად კარგი ფაქტი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი ეს მეთოდი იმსახურებს ყურადღებას რომ სოფლიოში ასეთი აღიარებული მეთოდის გამო მას მიანიჭოს. მას მიანიჭებენ არ მიანიჭებენ ის თავისთავად არის აღიარებული ქალბატონია. მე 7 წელზე ანეკდოტი გამახსენდა იაპონიაში გურულებმა ნახეს თურმე დაიბადა 40 წელს, გარდაიცვალა 70-ში, იცოცხლა 2 წელი. ჩემს აპლავზე დაიბადა მკვდარი. ასე რომ ქალბატონ ელენე 7 წელიც აქვს, მაგრამ უსურვოთ რომ ეს 7 წელი სამჯერ 7 წელამდე თავარი ბატონო ვახშარი სიგდილამდე არ მოგვდე. და ქალბატონი ელენე არ მომდარა სიგდილამდე.
ახლა აგერ ვლადიმერ პუტინმა თურმე ჩაუჩუჩულა გაიგო ხალხმა და ჟურნალისტებმა 150 წელიო და ჩვენ უსურვოთ ქალბატონ ელენეს ყოველგვარი უცხოს ხეულების გამოცულით უმაგისოდ შეძლოს 150 წლამდე იცხოვროს და ამ 150 წლიდან ამ დამატებით ესე იგი 47 წლიდან ნახევარზე მეტი იყოს ბედნიერი და კარგი. დიდი მადლობა ქალბატონ ელენე რომ ხართ ჩვენ თქვენ ძალიან მიყარხართ და გაფასებთ. გვანჯიმანიას დიდი მადლობა რომ ბატონო გვანჯი დიდი მანია ბატონო გვანჯი დიდი მადლობა თქვენ რომ ამ მანიით ახართ შეპყრობილი რომ რაც შეიძლება მეტი ხართ ცნობილმა ენერგეტიკულმა იმარხო გითხრა რა კაბინანაფციაურმა ხელი მომაწერია დაუცილებლად ისე არ გამოგვიყვება ამასაც ვიტყვი კი სხვათა შორის ვისაც უთხარი რომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესი ვაპირებთ წარდგენას ქალბატონი ელენესი აი და ჯილდოებზე და პრემიერებზე ესე იგი უკვე რიგი დადგა ხალხი მეც მომაწერინეთ ყველას უნდა იყოს მონაწილე ამის დიდი მადლობა ყველაფრისათვის კარგად გრძანდებოდეთ